ბატონო გურა. მადლობთ, რატომ წუხდებით? თქვენ რამე შეგისურვათ 57 წელი, როგორც ცნობილია ჩვენთვის. და დღეს გახლავთ 1996 წლის 5 ნოემბერი. დღეს გახლავთ 1996 წლის 5 ნოემბერი. როგორი არის ეს 57 წელი, თქვენი ცხოვრება, განვლილი ცხოვრება ამ გადასახედიდან? გთხოვთ შეაფასოთ მოკლედ. ჩემ ცხოვრებას საკმაოდ წლები ამშვენებს უკვე ჩემო დავით და ამ წლებში ყველაზე მეტად მიმაჩნია, რაც კარგი არის ჩემთვის, კარგი შვილები გავზარდე და კარგი შვილიშვილი მყავს ჩასახუტებელი ჩასაქმეთში. ამბობენ იმისათვის, რომ ცხოვრება, განვლილი ცხოვრება აზრიანად ჩაითვალოს, ადამიანმა სულ მცირე უნდა შექმნას ოჯახი, დარგოს ხე და დაწეროს წიგნიო. თქვენ აი ამ სამ მიღწევიდან სამივეს ფლობთ, როგორც ცნობილია. როგორც გახსოვთ. გარდა ამისა, თქვენ თვითონ დაგარგვევდეთ ხეები, როდესაც პატარა იყავით. მადლობთ. ზოგჯერ ვერტფრენდით შემოგატარეთ საქართველოს, ზოგჯერ კიდევ მანქანითა და ფეხით. გარდა ამისა, აი ამ სამი მიღწევისა, თქვენი ცხოვრების ყველაზე უფრო დიდ მიღწევად, მაინც რას თვლით? აი, რაღაცა მოახსენეთ, ყველაზე დიდი მიღწევა ის არის, რომ კარგი შვილები გავზარდე და შვილიშვილი მყავს. კარგი მოსაფერებელი, რომელსაც ასევე უნდა კარგი გზა უნდა შეხვდეს ცხოვრების. ახუმრობა იქით იყოს. თქვენი ცხოვრების მეგზურის შესახებ, თინათინის შესახებ რა სიტყვით? მაგისანა გამძლე ადამიანი არ მინახია ცხოვრებაში. ეს რას გულისხმობთ? ვის უძლებს ამისთანას? მე რას თავარია პირველად და მერე კიდე ჩემ შვილებს. თქვენი მომავალი გეგმების შესახებ რა სიტყვით? მომავალი გეგმები ის არის უახლოესი გეგმები, რომ აი ამ გაჭირებულ ცხოვრებას გაუძლოთ, არ გამოვიდეთ წყობილებიდან და რაც დასახული მაქვს ჩემ შვილებმა იმას მიაღწიონ ბოლომდე. დათო გახდეს ასპირანტი, ნინო გახდეს სრულუფლებიანი უკვე კვალიფიცირებული ექიმი და ჩემი პატარა ბაჩაჩა კიდევ დაადგეს სწორ გზად ცხოვრებისას. ეს ყველაფერი ძალიან კარგი. ახლა ხომ არ გვეტყოდით როგორ ატარებთ თავის